11 წლის წინ 22 წლის თამუნა საბაზე ორსულობის ბოლო თვეში იყო. უკვე დღე-დღეზე უნდა ემშობიარა, როცა უბედურება დატრიალდა. ახალგაზრდა გოგონას მოულოდნელად ცნებამ ისე მაღლა აუწია, რომ გონება დაკარგა. 11 წლის შემდეგ თამუნას დედამ საშინელი ისტორია გვიამბო. სახლამდე მოსასვლელი რამდენიმე მეტრი ძალიან ვიწრო გზაა და მანქანას არ შეეძლო იქ მობრუნება. ამიტომ სასწრაფო დახმარების ექიმს ვთხოვეთ, რომ ის რამდენიმე მეტრი ფეხით გამოგყოლოდა სახლამდე. მან კი ზუსტად ეს სიტყვები მითხრა: "ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და ფეხით ვერ ამოვალო." ამასობაში თამუნა კომაში ჩავარდა. შემდეგ კი საბა საშინელი დიაგნოზით დაიბადა: ჰიდროცეფალია. და ეს რამ გამოიწვია? დასკვნა თავად გამოიტანე შვილო. მითხრა საბას ბებია და თითქოს გული ამუაყოლა ამ სიტყვებს საბრალო ქალმა. მაღალმთიან სოფელში, მით უფრო ზამთრის პერიოდში, სინათლის გათიშვის დიდი რისკია. ბავშვის მაცოცხლებელი ჟანგბადის აპარატი კი დენზე მუშაობს. შეჭირვებულ ოჯახს გენერატორის საყიდელი ფული არ აქვს. ბავშვს ასევე ესაჭიროება ტრაქეოსტომის მილები და თავსაფარი, სპეციალური კვება, ამპერსები, ჰიგიენის საშუალებები, რისი შეძენის საშუალებაც ოჯახს უკვე აღარ აქვს. ღვთისმიერო ადამიანებო, არ მივატოვოთ ბავშვის სიკვდილთან ბრძოლაში მარტო. კურნალობის გარეშე კი საბას გადარჩენის 1%-იც კი არ არსებობს. ჩვენ ჩხად ქცეულ აწაწინა ხელებს გვიწვდის დახმარებისთვის და თუ ხელს არ ჩავჭიდებთ, მაშინ მისი პატარა გული სამუდამოდ შეწყვეტს ფეთქვას. ხოლო ჩვენ ცხოვრების ბოლომდე არ ამოგვივა მეხსიერებიდან მისი თვალები. თუ როგორ უსიტყვოდ გვევედრებოდა ბავშვის შველას, ჩვენ კი ვერ შევისმინეთ ამ ანგელოზის ჩუმი ვედრება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.